კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. სამხედრო დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მეხუთე დღეა ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს კოდური სახელწოდებით ეპიკური მრისხანება. ომანის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების 3 რაუნდი წარუმატებელი აღმოჩნდა. ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმება ვერ შედგა, გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ ამერიკამ ირანზე დარტყმები გადაწყვიტა. სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიბომბა ირანის სამთავრობო და სამხედრო ობიექტები. ლიკვიდირებულია 59 სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, ათასობით მოქალაქე. ავიაიერიშების შედეგად დაღუპულია ირანის უზენაესი ლიდერი, ანტიამერიკული გზავნილებით გამორჩეული აიათოლა ხამენეი, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკას 37 წლის განმავლობაში მართავდა. დღეს სასულიერო პირებმა ახალი სულიერი ლიდერი შეარჩიეს, მოკლული ხამენეიშვილი მოჯტაბა ხამენეი. ტრამპი ამბობს, რომ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ოპერაციის მიზნად ცხადდება ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო ფლოტის განადგურება და ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის აღმოფხვრა. ამერიკის პოზიცია, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოპოვების გზაზე იყო, ბირთვულ ობიექტებზე მუშაობის ფარულად გაგრძელებას აპირებდა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისა და ურანის გამდიდრების გეგმას ძალაში ტოვებდა. აქტიურ შეტევაზეა გადასული ირანიც, რომელიც ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ მუქარების ფონზე რაკეტებს უშვებს ისრაელის მიმართულებით და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმებს ახორციელებს. სამიზნეები ამერიკული ბაზები და საელჩოები, რის გამოც ვაშინგტონს სამთავრობო პერსონალი გახავს. მხარებს საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივანი, რომლის აზრით დიპლომატიური შესაძლებლობა ხელიდანაა გაშვებული. იყო თუ არა გარდაუვალი სამხედრო ოპერაციის დაწყება ირანის წინააღმდეგ, რამდენად დიდია სამხედრო დაპირისპირების მასშტაბის ზრდის საფრთხე. მოხვება თუ არა საომარ მოქმედებებს მმართველობის სისტემის ცვლილება, რა ეკონომიკური გავლენა ექნება ირანის მხრიდან ირანსა და ომანს შორის მდებარე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას და ნავთობით ვაჭრობის მნიშვნელოვანი საზღვაო გასასვლელის ბლოკირებას. ტანკერები ახლა ბლოკადაში არიან, მოქცეულები ყურის ქვეყნებიდან ენერგორესურსების მიწოდების ჩაჭრები პარალიზებულია. შეგახსენებთ, რომ სამხედრო ოპერაციას წინ უსწრებდა დეკემბერ-იანვარში ფასების ზრდის გამო მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები ირანის სხვადასხვა ქალაქში. აქციების სასტიკი მეთოდებით დაარბიეს. გამოსვლებს კი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ირანში არსებულ ვითარებას და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. ჩვენი დღევანდელი სტუმრები იქნებიან უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ამირან სალუქვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შოთა თხელიძე და ექსპერტი რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში GeoCase-ის უფროსი მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე. მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ, ჩვენი პირველი შეკითხვა იქნება და ბატონო ამირან, თქვენით დავიწყებ. როგორ შეაფასებთ ახლა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას სამხედრო თვალსაზრისით, მოკლედ ამერიკის უპირატესობას, ზოგადად ირანის შესაძლებლობებს და რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს თქვენი პროგნოზით სამხედრო ოპერაცია? მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ამერიკის პრეზიდენტის პოზიციას, მან პირდაპირ თქვა, რომ წინასწარ მომზადებულ გეგმას ბევრად უსწრებს სამხედრო მოქმედებები და ამერიკას უფრო მეტი უპირატესობას, ვიდრე ეს იყო წინასწარ პროგნოზირებული. მოგესალმებით, მესალმები მაყურებელს. ვითარება ძალიან რთული არის, ამას მე მგონი ბევრი მტკიცება არ ჭირდება და არის კიდევ უფრო ფეთქება საშიში. ეს არის ყველაზე მეტად ყურადსაღები, თუ რა კიდე დამატებითი გამწვავებები შეიძლება მოყვეს აი ამ საომარ მოქმედებებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ ირანი, მეორე მხრივ ამერიკა, ისრაელი მოქმედებენ, არიან იქ ჩართული საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ავიაციით, რომლებიც ის მეტწილად ბაზების უზრუნველყოფით არიან დაკავებულები, მაგრამ ხედავთ, რომ ირანი უკვე 4 დღეა ურტყამს ამერიკის ბაზებს და 14 ქვეყანა არის მოცული, ირიბად არიან ჩართულები აი ამ საომარ მოქმედებებში და სხვათა შორის აქ ერთი ნიუანსი არის, რომ თუ კი ამერიკული ბაზები ადრე უფრო რაღაც სტაბილურობის გარანტად აღიქმებოდა იმ ქვეყნებისთვის, ამაზე ბევრი საუბრობს უკვე ექსპერტები მსოფლიოში. დღეს ჩანს ღიად ის, რომ ამერიკული ბაზების გამო გახდა ის მეზობელი, ირანის მეზობელი ქვეყნები ირანის რაკეტების სამიზნე. და ფაქტობრივად ის ქვეყნები ჯერ ვერც ერთვებიან ომში, იმიტომ რომ იმ ქვეყნებს, როგორც ირანი აცხადებს, ოფიციალურად ირანი
არ ირჩის და არ უტევს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მათი ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკის ბაზები, საიდანაც ამერიკა ახორციელებს შეტევებს ან შესაძლოა ის ბაზებიც გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ, ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ სამიზნეები ირანის ხელისუფლების და ირანის რაკეტების. ახლა რა შეიძლება მოყვეს ახლა ორმოზის მე ეკონომიკურ ნაწილს არ შევეხები, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა გინდა თუ არა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს აი ამ სრუტის ქვეყნებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ციფრებს არ შევეხები, სოფთად რაც სამხედრო პოლიტიკური ნაწილი არის, იქედან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნები ყველა არის ენერგო რესურსებზე დამოკიდებული და მათი ეკონომიკა არის აწყობილი მთლიანად ენერგო რესურსებზე. ჩვენ ნახეთ კატარმა ნაწილობრივ და სხვა ინფორმაციით მთლიანად გააჩერა თხევადი გაზის გადამუშავება, რომელიც აი ამ პირობებში, იმიტომ რომ იქ დაიბომბა საწარმო, დაიბომბა ნავთობ გადამამუშავებელი სადგურებით, ქარხნებით, მათ შორის საუდის არაბეთში. და აი ეს მოქმედებები ზრდის საფრთხეს, რომ სხვა ქვეყნების აი სწორედ ამაზე მინდა კითხო, თქვენ გულისხმობთ ბუნებრივად სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნებს, ჩვენ ვიცით, რომ 28 თებერვლის შემდეგ სწორედ ყურის რამდენიმე ქვეყანა პირდაპირ იერიშის სამიზნედ არის ქცეული, იბომბება ძირითადად ამერიკის დიპლომატიური მისიები, იქ საელჩოები, საკონსულოები, ლოჯისტიკური ცენტრები და ასევე, ძირითადად მისი ბაზები, ხო? აქ აი ამ მიმართულებით თქვენთანაც მექნება ახლა ეს შეკითხვა, რამდენად უკვე ჩნდება საფრთხე, რომ სამხედრო დაპირისპირების არეალი და მასშტაბი გაიზარდოს, მით უმეტეს, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ ამის ნიშნებს, თქვა ცალკეული განცხადებების სახით, მაგალითად იგივე ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გავრცელა განცხადება პირდაპირ, რომ აი წაგიკითხავთ, მას ქვეყანას აქვს სრული უფლება უპასუხოს ირანის თავდასხმას საერთაშორისო სამართლის დებულებების შესაბამისად. დღეს ვნახეთ ასევე, რომ ნატოს სახარო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ასევე ირანული რაკეტები, რომლებიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა. ასევე ვხედავთ, რა ხდება ლიბანში, ვთქვათ, ისრაელმა უკვე სიღრმეში კიდევ უფრო მეტად განალაგა, ვთქვათ, თავისი სამხედროები და შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელთან იმუქრება ღია ომის დაწყებით. ანუ ამ დაპირისპირების არეალის ზრდის საშიშროება რამდენად მაღალია და რამდენად ფიქრობთ, რომ აი ვთქვათ, იგივე ყურის ქვეყნებს აი რა არჩევანის წინაშე დგანან ახლა ისინი და როგორი შეიძლება იყოს მათი პოზიციონირება და შემდგომი მოქმედება. სანამ კითხოს უპასუხებდე, ანუ ზოგად შეფასებას მეც გავაკეთებ, ჩვენ რეალურად მომსწრენი ვართ მეორე სისტემური ომის მსოფლიო მასშტაბით. პირველი სისტემური კონფლიქტი ეს არის უკრაინა, მეორე ეს არის ირანი და რას გულისხმობ, როდესაც ვამბობ სიტყვა სისტემურს და რაღაცა მხოლოდ შეფასებითი ზეცართავი არ იყოს. სისტემური კონფლიქტი გულისხმობს იმას, რომ ეს კონფლიქტები გადაწყვეტენ მომავალში თუ როგორ საერთაშორისო სისტემაში ვიცხოვრებთ გლობალური საზოგადოება. შენარჩუნდება უნიპოლარიზმი და ვიქნებით ჰიპერუნიპოლარიზმში სამომავლო, თუ იქნება ეს რაღაც გარდაუვალი მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ ეს კონფლიქტი დაემატა უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელობით და შეიძლება მისი მნიშვნელობა უფრო გაიზარდოს, ვიდრე არის მაგალითად უკრაინის კონფლიქტი. დღეს თუ შევხედავთ ახლა ირანის ქმედებებს, აი თქვენ კითხვა რასაც შეეხებოდა, ირანი რეალურად მოქმედებს ეგრეთ წოდებული მედდოგის, სოფიანი ძაღლის პრინციპით, რომელიცაც სხვა გზა არ დაუტოვეს გარდა იმისა, როგორც ის იქცევა, ის თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ დაპირისპირებაში არ არიან მათთან შესული, არ აქვთ ომი გამოცხადებული და შეიძლება ითქვას ის, რომ თუ მაგალითად 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ირანი გარკვეულწილად კონსტრუქციულ ჩარჩოში ბრწყალებში ვთქვათ ესე კონვენციურობის ფარგლებში მოქმედებდა ისრაელის და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ეს კონვენციურობა ამ ომით მან დაარღვია და ვთქვათ ესე, რომ მაგალითად ისრაელს და შეერთებულ შტატებს აუყირავა მაგიდა და იგულისხმება ზუსტად ეს, რომ მან დაარტყა ამერიკულ და ებრაულ ინტერესებს იქ, სადაც არ მოელოდნენ ისინი და დაარტყა ამ შემთხვევაში ამერიკულ ეკონომიკურ და ასე ვთქვათ ფინანსურ ინტერესებს. გულისხმობ იგივე არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, იგივე ყატარს, იგივე კუვეითს, იგივე ბაჰრეინს და ეს მოულოდნელობაა ის იმ გაურკვევლობის მიზეზი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონში, ჩვენ რეალურად ვხედავთ ნარატიულ ქაოსს.
აი რაში გამოიხატება ეს ნარატიული ქაოსი? პირიქით, ტრამპი ძალიან თავდაჯერებულია, ის აკეთებს განცხადებებს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, გეგმას უსწრებს თვითონ დღეს არსებული რეალობა. ეს არის რა თქმა უნდა პიარის ნაწილი, რომელთაც ქვეყანამ უნდა გაამართლოს საკუთარი სამხედრო. ეკეთება განცხადებები, რომ ახლა ისინი წაქცეულს ურტყამენ წიხლებს ირანის სახით, აი პირდაპირ ასეთი განცხადება იყო დღეს. ბოლო დღეებში ჩვენ ვერ გავარკვევთ თუ რატომ არის ეს ომი წამოწყებული, ხო? ნუ იყო ჯერ მიზეზი, რომ ჩვენ არ გსურს ამ რეჟიმთან ურთიერთობა და ის უნდა შეიცვალოს. შემდგომ ვიხილეთ, რომ თავარი მოტივი არის, რომ რეჟიმა შეცვალა და გააუქმო საკუთარი ბირთვული იარაღის პროგრამა. შემდგომ ნახეთ, რომ თავარი ორიენტირი არის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაჩერება. შემდგომ ნახეთ, რომ ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ირანმა დაგვიწყო ომი და ჩვენ ვართ რეაქციულ პოზიციაში, რაც იწვევს აი გაუგებრობას და ესეც მანიშნებელია იმისა, რომ ომის გეგმა რაც არსებობდა თავი დასაწყისში ვაშინგტონში, იმ გეგმას არ მიყვება პროცესი და ეს გადაითარგმნება ამ ნარატიულ ქაოსში. ამ შემთხვევაში ის უნდა ვახსენოთ, რომ გარკვეულწილად პიარულადაც ის ასე ვთქვათ, განზომილება, რაშიც ამ შემთხვევაში დასავლეთ და კონკრეტულად შეერთებული შტატები საკმაოდ ძლიერია, აი პიარული თვალსაზრისითაც საკმაოდ სუსტად გამოიყურება შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ეს არგუმენტაცია ამ კონფლიქტის დაწყების და წარმოების თვითონ შეერთებულ შტატებშიც არ არის, ამერიკულ საზოგადოებაშიც არ არის დაკმაყოფილებული, ხო? თვითონ რესპუბლიკურ პარტიაშიც არის გარკვეული კრიტიკა, თუ რატომ წამოვიწყეთ ეს ომი, ნუ თავი დავანებოთ, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ პარტიას, ხო? უკვე ვნახეთ, რომ დემოკრატიული პარტია უკვე ცდილობს, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს აი ამ დავარქვათ ესე ვთქვათ კონფლიქტის დაწყება ყოველთვის ითვლება შეცდომად და აი ამ შეცდომაზე დივიდენდების მიღება გარკვეული ესე ვთქვათ დემოკრატები გამოჩნდნენ, რომლებიც უკვე კრიტიკით გამოირჩევიან და ნუ ესეთი მთავარი ორიენტირი მათთვის არის საშემოდგომო შუალედური არჩევნები, სადაც შეეცდებიან ისინი, რომ ასე ვთქვათ საკანონმდებლო ორგანო წაართოს. საფრთხები არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მაშინ წინასწარ გააზრებული და დაშვებული, რაც თქვენ ახსენეთ, ახლა თუნდაც თქვათ აი ქვეყნებზე თავდასხმები ირანის მხრიდან, რომლებიც პირდაპირ არ არიან ამ ოპერაციაში ჩართული. როგორც ჩანს, ძირითადი ორიენტირი იყო ისრაელის თავდაცვაზე და ის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, რომლებიც განლაგებული არიან თუნდაც სპარსეთის ყურეში, ეს რეალურად თავის დროზევე ასეთად მოიაზრებოდნენ, რომ ეს იყო პირველი თავდაცვითი ზღუდე ისრაელისთვის სპარსეთის ყურის ქვეყნებს ზოგადად და ის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, სადაც ისინი იყვნენ განლაგებულები და ამის მიმართ კრიტიკა უკვე ნახეთ მონარქიული, ასე ვთქვათ, ლიდერებისგან, პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან, რომ ეს სისტემები ჩვენ არ გვიცავდა ისრაელს და ეს გამოვლინდა კიდევაც და ნუ როგორც ბატონმა ამირანმა ახსენა, სამომავლოდ ეს როგორ გითხრათ, მიმართება შეერთებული შტატების მოკავშირეობასთან შეიძლება გადაიხედოს ამ მონარქიებში, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატებთან მოკავშირეობა მათ არა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს, არამედ პირიქით საფრთხის თავარ ასე ვთქვათ სამიზნეებად აქცევს. ხო, ჩვენ ვნახეთ, რომ სპარსეთის ყურის 6-ვე ქვეყანა გახდა ირანის თავდასხმების სამიზნე, პლუს ამას ემატება ერაყი, იორდანია და თავად ისრაელი, რაც როგორც ახსენეთ, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ეს არის რეგიონული კონფლიქტი, მაგრამ თუ ის დროში გაიწელა, მაშინ ის შეიძლება გადაიქცეს გლობალურ კონფლიქტად და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ უშუალო ჩართულობა ერთი მხრიდან როგორც ევროპის ჩართულობით და მეორე მხრიდან შეიძლება ის პროაქტიული გახდეს ჩინეთის ან რუსეთის ჩართულობით. ქალბატონიანა, თქვენთან ვექნება კითხვა, ჰორმუზის სრუტე ახსენეს, ხომ? და ჰორმუზის სრუტე დღეს არის უკვე ჩაკეტილი ირანის მხრიდან 28 თებერვლის შემდეგ. ზოგადად იყო ისედაც ექსპერტების მხრიდან მოლოდინი, რომ ამ ნავთობის მარაგებს აუცილებლად თავის მზეწოლის ბერკეტად გამოიყენებდა აუცილებლად ირანის სამხედრო თავდასხმების და ოპერაციის დაწყების შემთხვევაში. რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ პირდაპირ რა თქმა უნდა აისახება ეს, იმიტომ რომ საერთო ნავთობის საერთო მოხმარების დაახლოებით 20% და წლიური მოხმარების დაახლოებით მეხუთედი გადიოდა ომანსა და ირანს შორის მდებარე ამ სრუტეთი. ახლა ეს მიწოდების ჭაჭვი არის შეფერხებული და პარალიზებული. შესაბამისად, ზეწოლის ამ ბერკეტს რამდენად ექნება შედეგი? ანუ იმოქმედებს თუ არა, იმიტომ რომ ამით რეალურად ზეწოლას ახდენს ირანი ერთი მხრივ ყურის ქვეყნებზე, იმიტომ რომ ისინი არიან მთავარი მიმწოდებლები ამ ნავთობის და ძირითადი იმპორტიორი იყო ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ასევე თავის მხრივ ექნება თუ არა აი ამ ზეწოლის ბერკეტს გავლენა ევროპის ქვეყნებზეც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ზარალდებიან ხომ ამ სრუტის ჩაკეტვით. შესაბამისად, ირანის ამ ტაქტიკას და მიდგომას ექნება თუ არა რაიმე კონკრეტული შედეგი. ანუ იმოქმედებს თუ არა ეს უარყოფითი ეკონომიკური შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე, რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.
მოგესალმებით. ერთი პატარა შესწორება მინდა შევიტანო, თუ უფლებას მომცემთ. Geocases მკვლევარი აღარ ვარ, ცოტა ხნის წინ წამოვედი და ვარ დამოუკიდებელი მკვლევარი. დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე შევთავაზო ჩემი კვლევა ვინმეს. გასაგებია გავითვალისწინებთ აუცილებლად მომავალში. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან რთული მდგომარეობა არის ახლო აღმოსავლეთში, ეს პროცესი მიდის უკვე კარგი ხანია. ნავთობი და გაზი არის გადამწყვეტი, 40 სრუტე არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი არის არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ეს არის დიდი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური დაპირისპირება ჰეგემონებსა და ჰეგემონებთან მებრძოლ ჯგუფებს შორის. და ორივე ჯგუფში, რომელშიც ერთში არის მოქმედი ჰეგემონი ამერიკის შეერთებული შტატები და მისი რეგიონალური პარტნიორი გეოპოლიტიკური ისრაელი და მეორეს მხრივ არიან ქვეყნები, რომლებიც ამ ჰეგემონობას ეწინააღმდეგებიან. და ორივე ჯგუფისთვის აქ მიმდინარე პროცესებს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა მათი რეპუტაციული მათთვის ამ პროცესებს რა მიმართულებით წარიმართება მიადგება კრიტიკული რეპუტაცია ზიანი. რატომ? იმიტომ რომ ჰეგემონი და მისი რეგიონული გეოპოლიტიკური საყრდენი, ამ შემთხვევაში ისრაელი, რეპუტაციულად ძალიან ბევრს დაკარგავს, თუ ირანმა და მის უკან მდგომ ჯგუფებმა შეძლეს ამერიკული ბაზების განდევნა სპარსეთის ყურიდან, რაც როგორც ჩანს არის მათი ამოცანა. რეპუტაციული ზიანი მიადგება ასევე იმ ხრივაც, რომ გოლფის ქვეყნები, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებული ამერიკის უსაფრთხოების ქოლგაზე, თუ ეს უსაფრთხოების ქოლგა მათ ვერ დაიცავს, ეს კიდევ დამატებით რეპუტაციული ზიანი იქნება ამერიკისთვის და მისი რეგიონული პარტნიორისთვის. მეორე ჯგუფისთვის, რომელიც დგას ჩემს წარმოდგენაში და მე ამას არ მომტკიცებ, ჩემს წარმოდგენაში არის რუსეთი და ჩინეთი და აგრეთვე ინდოეთი მინდა გითხრათ. ეს ის ქვეყნები არის, რომლებსაც ირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გარკვეული კრიტიკული მნიშვნელობის დამოკიდებულებები აქვთ. ეს დამოკიდებულება მათ შორის იჭრება ენერგეტიკულ სფეროშიც. რუსეთს აქვს 25 წლიანი სტრატეგიული შეთანხმება დადებული, მათ შორის განსაკუთრებული ფრაგმენტი შემადგენელი ამ სტრატეგიული შეთანხმების არის სამხედრო კომპონენტი, არის ასევე ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით კომპონენტი. ასევე ჩინეთს აქვს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ირანთან 400 მილიარდიანი, ასევე ენერგეტიკის კუთხით და ასევე სამხედრო მდგენელით. ეს ორი როგორც ამერიკისთვის და მის რეგიონული პარტნიორისთვის, ისე ამ ჯგუფისთვის ირანი არის კრიტიკული მნიშვნელობის საყრდენი ამ რეგიონში, იმიტომ რომ ირანი არის ევრაზიული კავშირის წევრი, ირანი არის შანხაის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი, ირანი არის ბრიქსის წევრი. ამიტომ ეს ჯგუფი თუ იცავს გლობალურ ინტერესებს ამერიკის ამ შემთხვევაში და ისრაელის როგორც უსაფრთხოების ისე ენერგეტიკის კუთხით, მეორე ჯგუფი იცავს თავის წევრს ქვეყანას, რომელთანაც აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა და რომელიც არის სანქციები. იცავს კი საკმარისად, იმიტომ რომ ჩვენ რუსეთის პოზიციონერება, როდესაც ვნახეთ, განცხადება გამოიხატა ძირითადად მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით და მეტნაკლებად უფრო პასიურ მდგომარეობაში არიან ჩინეთიც და რუსეთიც. მაშინ როდესაც თქვენც ახსენეთ სტრატეგიული შეთანხმება გაფორმებული, იქ არის საუბარი, რომ საფრთხეების შემთხვევაში ძალები უნდა გააერთიანონ, მაგრამ ვერ ვნახეთ ხომ ასეთი ტიპის მოქმედებები. არის მხოლოდ ზეპირი განცხადებები შეშფოთების. რატომ? იმიტომ რომ არც პუტინი, არც პრეზიდენტი პუტინი და არც სი ძინპინი მყირალა პოლიტიკოსები არ არიან. ისინი არ არიან ცნობილი მკაფიო განცხადებებით და ყველა ნაბიჯზე რეაგირებით. ლავროვმაც, საგარეო მინისტრმა ლავროვმაც, როგორც ჩინეთის საგარეო მინისტრმა გააკეთეს, ასევე პრეზიდენტმა პუტინმა და სი ძინპინმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს უნდა შეწყდეს, ეს ომი და დაპირისპირება უნდა შეწყდეს. მაგრამ ყოველდღიური განცხადებები და მკვეთრი განცხადებები მათი მხრიდან ზოგადად არ არის პრაქტიკა. მათი მხრიდან ასეთი. ახლა რაც შეეხება ენერგეტიკას, როდესაც ენერგეტიკას ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი მიმწოდებელი რუსეთი დასანქცირებულია
ირანი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსები აქვს, უზარმაზარი გაზის რესურსები აქვს, დასანქცირებულია და რას ნიშნავს, რომ დასანქცირებულია? ეს იმას ნიშნავს, სანქციები რას ნიშნავს? სანქციები ნიშნავს იმას, რომ შენ შეზღუდო როგორც მომხმარებელი ქვეყნის შესაძლებლობები განვითარების, ისე მიმწოდებელი ქვეყნის შესაძლებლობები განვითარების. აი რომ შევხედოთ, ეს ხდება ერთის მხრივ სანქციების კუთხით და მეორეს მხრივ ლოჯისტიკის, ანუ მიწოდების ჯაჭვის შაშლის კუთხით. აი რუსეთ-უკრაინის დავესაცხები შოთას და დავეთანხმები იმაში, რომ პირველი ეტაპი ეს იყო უკრაინის ომი. რა მოხდა უკრაინაში, რა პროცესი მიდის? ჩაიშალა რუსეთის მხრიდან ნავთობის და გაზის მიწოდების არსებული ყველა კონტრაქტი, ჩაიშალა სარკინიგზო გადაზიდვები, რომლის ძირითადი გამტარი იყო უკრაინა და მთლიანად მოხდა იზოლირება ევროკავშირის იაფი რესურსებისგან, სატრანსპორტო დერეფნისგან, რომელიც ამავე დროს ჩინურ ტვირთებსაც ატარებდა. ფაქტობრივად, რომ შევხედოთ, ახლა ევროკავშირის განვითარება არის კონტროლირებადი. როდესაც შენ რომელიმე ქვეყნის ენერგო მიწოდებას აკონტროლებ, შენ აკონტროლებ მის განვითარებას, იმიტომ რომ შენ განსაზღვრავ, საიდან რა უნდა მიიღოს. ასევე, როდესაც მიმწოდებელ ქვეყანას ასანქცირებ, ამ შემთხვევაში ნებისმიერი, თუნდაც რუსეთი და თუნდაც ირანი, შენ აკონტროლებ მის განვითარებას, რომ მას არ შეუვიდეს ის ფინანსური რესურსები, რომელიც შეიძლებოდა მას მიეღო თავისი რესურსების ექსპორტის შედეგად. ამიტომ ეს არის ორი ბერკეტი, რომელსაც იყენებს მოქმედი ჰეგემონი დასავლეთი იმისთვის, რომ ამომავალი მოდავე ქვეყნები, რომლებიც მას ეკონომიკურად, სტრატეგიულად კონკურენციას უწევენ, ეს ამ ამომავალი ქვეყნების განვითარება დაბრკოლდეს. აქედან გამომდინარე, მე ისე ვიმეორებ, ორივე ჯგუფისთვის მიმდინარე პროცესი არის აბსოლუტურად რეპუტაციული რისკის მქონე, თუ როგორ დამთავრდება. ორმოზის გადაკეტვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რატომ ერთის მხრივ ნაკლებად, ნავთობის მხრივ ნაკლებად, უფრო მეტად გაზის მხრივ ევროკავშირის მიმწოდებელია. ნავთობი მთლიანად ძირითადად არის ორიენტირებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე. აი ეს შემაკავებელი ფაქტორი ტრამპისთვის, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ამ სრუტის ჩაკეტვა და ის მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანი? დიახ, რასაკვირველია, მაგალითად დღეს ტრამპმა ესეთი გამოსავალი გუშინ მოვისმინე, რომ რუბიომ განაცხადა, რომ მათ აქვთ გეგმა, როგორ შეინარჩუნონ ფასები. მას არ განუმარტავს გეგმა როგორია, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ეს გეგმა არის სტრატეგიული რეზერვების გამოტანა საერთაშორისო ჯერ შიდა ბაზარზე და შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე. იმიტომ რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება ჰქონდეს 90 დღიანი ნავთობის რეზერვი შექმნილი თავისი მოხმარების. ესე იგი, თუ მოიხმარ ამერიკის დღიური მოხმარება თუ არის 18 მილიონი ბარელი დღეში, სამჯერ 18 მილიონი უნდა ჰქონდეს მას შენახული იმისთვის კრიტიკული და კრიზისული სიტუაციების მართვისთვის. ასევე არიან ევროკავშირის ქვეყნები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით სანამდე ეს რეზერვები არის. საფრთხეს დააზღვევს ამ საფრთხეს რაღაცნაირად გაუკეთებს დაარბილებს. დაგიბრუნდებით ქალწნეულიან აუცილებლად და მოსალოდნელ თქვა ეკონომიკურ ზიანზე და თქვა ამერიკის შეერთებული შტატების გეგმაზე აუცილებლად კიდევ განვაგრძობთ საუბარს. მანამდე შეიძლებოდა თუ არა, გარდაუვალი იყო თუ არა სამხედრო ოპერაცია. ჩვენ ვიცით და შესავალშიც აღნიშნე, რომ ომანის შუამავლობით იყო მოლაპარაკების საომი რაუნდი, მანამდე ივნისში იყო 12 დღიანი სამხედრო ოპერაცია, ასევე ამერიკის და ისრაელის ერთობლივ მაშინ დაიბომბა არაერთი ბირთვული ობიექტი, თუმცა საბოლოოდ მათი განადგურება ვერ მოხდა. შემდეგ იყო მოლაპარაკების სამი რაუნდი და ამერიკას და კონკრეტული პირობები, რომ შევწყვეტილიყო ბალისტიკური რაკეტების წარმოება და ურანის გამდიდრებაზე ეთქვა უარი. ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად ამტკიცებს, რომ მაინც გეგმავდა ბირთვული იარაღის შექმნას, ამ გზაზე იყო ირანი და ამ გეგმას ტოვებდა ძალაში. საპირისპიროს ამტკიცებს ოფიციალური თეირანი, რომელიც ამბობს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და პირიქით ამერიკა მუღალატა დიპლომატიას. ანუ შეიძლებოდა თუ არა ამოწურული იყო ყველა დიპლომატიური რესურსი და შესაძლებლობა თუ
ამ შემთხვევაში იყო რაღაცა გარკვეული რესურსი მაინც დიპლომატიური თვალსაზრისით დარჩენილი. მით უმეტეს ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა არის გაშვებული. ცოტა ციფრებს დაუბრუნდები, მე შეიძლება არ მოგვეცეს საშუალება. ფასებს რაც შეეხება, ფასები გაქცეულია უკვე ევროპაში, თუ ნახავთ ფიუჩერსების ფასებზეა საუბარი, ანუ $700 უკვე გადასთა, ხო? 1000 კუბური მეტრი თუ როგორც კიდე კილოვატებში აქვს, მაგრამ ჩვენ სენაზე რო იყოს უფრო გასაგები. საწვავის ფასები გასამართ სადგურებზე მომატებულია, უამრავი ვიდეო რგოლია დღეს ინტერნეტში, ასე რომ ეს არის დასაწყისი და ნავთობის ფასი ბოლო თუ არ ვთქვი, მეც გამოვაქვეყნე გუშინ დღევანდელი არ ვიცი, გუშინ იყო $84 დაახლოებით, იქ პლუს მინუს თამაშობს და შესაძლოა კიდევ მოიმატოს. და ვარაუდობენ $100 და მეც ახლა ვიღაც ასახელებს იქ $200 ეს ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ ზომიერების პარგლებში სადღაც მომატება კიდევ არის შესაძლებელი, რაც შემდეგში ყოველთვის აისახება სხვა ფასებზე, სამომხმარებლო ფასებზე. ასე იყო ყოველთვის. იგივე უკრაინის ომის გამო დინამიკა რაც მოხდა, აი ამ ჯაჭვების დარღვევა და ამ რაც გამოიწვია ევროპაში და სხვაგან, ყველაფრის ფასები გაიზარდა და აისახება ჩვენზე. ეს ერთ-ერთი სხვათა შორის ჩვენი გამოწვევა რაც არის, ამ კუთხითაც იქნება შემდგომი შემოტანა რაც იქნება საწვავის ყველაფერზე აისახება, ხო? ანუ ეს შეიძლებოდა თუ არა ამ ოპერაციის თავიდან აცილება. განცხადებები კეთდება სხვათა შორის მარტო ეს არ ვთქვამთ, მარტო ბირთვulis გამო არა, გუშინ უსმინ პირველი პირების განცხადებას ამბობენ, რომ აი პუტინის გზავნილი გაიმეორეს, რასაც უკრაინასთან მიმართებით ამბობდა. რუსეთის პროპაგანდა საუბრობს, რომ აი ჩვენ რომ არ დაგვეწყო ომი, თავის ხალხს ესაუბრებიან და მთელ მსოფლიოსაც უკრაინა დაგვარტყამდა ემზადებოდა. და მსგავსი განცხადებები კეთდება, ანუ ფაქტობრივად დავასწარეთო. ეს ერთი მხარეა. მეორე ის მოთხოვნები რაც იყო თავიდან თითქოს ამერიკა თანახმა იყო გამდიდრების რაღაც პროცენტზე მგონი 20%-ამდე იყო საუბარი. რაც ეკონომიკისთვის არის საჭირო, ანუ 20%-ამდე გამდიდრებული, არაა საკმარისი რომ ვირტუალი იარაღი შექმნა, მათ შორის ბენზურიც, ხო, რასაც ბენზურ ატომურ ბომბებს ეძახიან. და იყო მეორე მოთხოვნა, მე როგორც მივხვდი ახლა ეგ დინამიკაში ამ მოლაპარაკებების დროს ეს უკვე გაამწვავა ისრაელმა ეს მოთხოვნა. ისრაელისთვის მიუღებელია ყველანაირი სარაკეტო პროგრამა ირანის, რაზეც ირანმა განაცხადა, რომ ჩვენ სარაკეტო პროგრამას არ გავაუქმებთ. ანუ სარაკეტო პროგრამის გაუქმება ირანისთვის ნიშნავს განიარაღებას მთლიანად, რაც წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ჩემი აზრით უნდა წასულიყო მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, რათა გამდიდრება არ ყოფილიყო 20%-ზე მეტი და მომხდარიყო დაშვება საერთაშორისო ორგანიზაციების, რათა მომხდარიყო ამისი კონტროლი და ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ამ ომის არ დასაშვებად. ამას ჩვენ საუბრობთ აქეთა პოზიციიდან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მიზნები რა არის იმ ჯგუფების, რომლებიც გეგმავენ ამ ომებს, ხო? მე არ მინდა ახლა შეთქმულების თეორიაში შევიდეთ, მაგრამ დავინახავ ჩვენ ამ ომის შემდეგ უკვე რა და როგორ დაალაგდება, შეიძლება არ წავიდეს იმ სცენარით, ახლა თქვენ სცენარზე საუბრობდით, ახლა ტრამპი რასაც ამბობს თავის გეგმებზე, ეს არის თავისი მომხმარებლისთვის, თავისი მოსახლეობისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არა იმ გეგმებზე, ჩვენ რეალური გეგმები არ ვიცით ამ და ის რასაც უყურებთ რა შთაბეჭდილებას გიტოვთ, ეს იყო უშუალოდ ტრამპის თქვა რაღაცა ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ეს თქვა ექსპრომტად მომზადებული გეგმა თუ წინასწარ კარგად მომზადებული შეთანხმებული. ჩვენ ახლა უყურებთ თუ გავითვალისწინებთ აი მაგალითად ამ ინფორმაციას, რომ მივიღეთ ინფორმაცია ხამენეის ადგილსამყოფელი შესახებ და გადავწყვიტეთ დარტყმა. აი როცა ამ ინფორმაციას იღებ, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ იმ მოლაპარაკებებს, რაც ომანის შუამავლობით მიმდინარეობდა, არანაირი მნიშვნელობა არ ქონია. მანამდე რომ მიეღოთ ეს ინფორმაცია, ესე იგი მანამდე დაარტყამდნენ. შესაბამისად,
როცა ასეთი ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობდა, ისრაელის და ამერიკას დიდი ხნის წინ აპირებდნენ ამ ომის დაწყებას, რომ ყოფილიყო შესაბამისი პირობები. ამიტომ ანუ აღმოჩნდა ეს პირობა მათთვის საკმარისი, რომ განეხორციელებინათ დარტყმა. ახლა რას ნიშნავს ხამენეის, ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს 80 რამდენი წლის იყო 7 თუ 9 წლის, რამდენი წელი ქონდა? 26 წლის. თუ 6 სხვა არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელი უნდა ეცოცხლა? ძიმი ავადმყოფი. ამ ფორმით მისი განადგურება იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი პრესტიჟის და პოპულარობის აწევა. ახლა მოდით ჩვენ მიზნებზე ვისაუბროთ. რა მიზნები შეიძლება? მიზნად ცხადდება, რომ აღარ მისცენ შესაძლებლობა ბირთვული იარაღის შექმნის. ორი მიზანი, ხო, კი ბატონო, მოკლედ. და ბალისტიკური რაკეტების წარმოების. არა, ერთი მიზანი არის ამ რაზეც საუბრობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ხო? თითქოს პარალელურად ამბობენ. ხელისუფლების ცვლილებაზე თუ აუცილებლად გითხავთ, მაშინ მანამდე ერთი შეკითხვა მექნება ბატონ შოთასთან და აუცილებლად ამ კითხვით დაგებრუნდებით. დიახ. კი, აი ხელისუფლების ცვლილებაზე აუცილებლად დაგებრუნდებით. მანამდე ირანის სამხედრო შესაძლებლობებიც რომ შევაფასოთ სამხედრო კუთხით, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების გაცხადებული პოზიცია რომ ახლა ირანი არის უკიდურესად დასუსტებული, განადგურებულია ბირთვული ობიექტები, საზღვაო ფლოტი, ასევე ამ შემცირებული არისო დღეს იყო ასეთი განცხადება მკვეთრად შემცირდა მისი მხრიდან გაშვებული რაკეტების მაჩვენებელიო. ამ კუთხით ანუ ირანს რამდენად შესწევს ახლა უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს სამხედრო ოპერაციას და თავად ამერიკის შეერთებული შტატები რამდენად აკონტროლებს მის სამხედრო შესაძლებლობებს. ხო, მოდი მე წინა კითხვიდან დავიწყებ, გამოეხმაურები, დავაფიქსირო ჩემი აზრი. იყო თუ არა ეს ომი მოსალოდნელი. ვინც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას იცნობს და თვალს ადევნებს, მისთვის პრაქტიკულად გარდაუვალი იყო ეს ომი და ეს ომი გარდაუვალი გახდა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან. აქედან ისრაელმა დაიწყო ეგრეთ წოდებული ირანის წინსწრები თავდაცვითი ზღუდის განადგურება. რა იგულისხმებოდა ამ წინსწრები თავდაცვითი ზღუდეში? ეს არის ეგრეთ წოდებული შიიტური წინააღმდეგობის რკალი. რა შედიოდა ამ შიიტური წინააღმდეგობის რკალში? ეს იყო სირიაში ასადის ხელისუფლება, ეს არის ლიბანში ჰეზბოლა ორგანიზაცია შიიტური წინააღმდეგობის მოძრაობა, ეს არის იემენში ჰუსიტების მოძრაობა, ერაყში სახალხო მობილიზაციის ძალები და ამ წინააღმდეგობის გარეთ არსებობდა სუნიტური ჰამასი ღაზაში. ჩვენ რას ხედავდით ხო 2023 წლიდან? დაიწყო ჰამასზე თავდასხმა, შემდეგ ვნახეთ 2024 წლის ოქტომბერი იყო, როდესაც მოხდა ლიბანში ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია და ზოგადად ეს სპეცოპერაცია მოსადის, როდესაც პეიჯერებით 3000-ზე მეტი ადამიანი დაზიანდა და გარდაიცვალა ლიბანში, რამაც საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ზოგადად ორგანიზაციას ჰეზბოლას. და შემდეგ იმავე წლის დეკემბერში ნახეთ ასადის ხელისუფლების დასრულება სირიაში. ამან რა სურათი მოგცა, რომ ამით ირანმა დაკარგა, ესე ვთქვათ, მოშიშულდა მისი თავდაცვითი სისტემა. ეს გარდაულად ჩვენ გვაძლევდა იმის სიგნალს, რომ რაღაც მომავალში თავდასხმა განხორციელდებოდა ირანში. ეს გარდაუვალობა ჩვენ ნახეთ ჩარშან 12-ღიან ომში, როდესაც ისრაელი შეეცადა, რომ ეს თავდასხმა დამოუკიდებლად განეხორციელებინა და შეიძლება ითქვას, რომ მოსინჯა ძალები რამდენად შეეძლო მას ირანთან პირდაპირ წინააღმდეგობა შესვლის, თუმცა შარშანდელმა 12-მა დღემ აჩვენა ისრაელს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დამოუკიდებლად ისრაელს ეს საკითხი გადაეჭრა და აქედან იწყება უკვე ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასე ვთქვათ, მუშაობა, აქტიური მუშაობა, რომ ამ კონფლიქტში ჩაერთო შეერთებული შტატები და ჩვენ ნახეთ კიდევაც, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს 7-ჯერ ესტუმრა თეთრსახში, რაც უპრეცედენტო ციფრია, როდესაც ერთი ქვეყნის ლიდერი ხდება მეორეს, ხო? ეს ცალსახად მიანიშნებდა იმას, რომ მზადდებოდა უკვე გაერთიანებული ტანდემში თავდასხმა ირანზე და ბოლოს უკვე ეს დეკემბრის იანვრის მოვლენებიც ამაზე მიანიშნებდა, როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული რაღაც შიდა პროტესტები, რომელიც შემდგომ შიგნით დივერსიულმა ძალებმა გამოიყენეს და მოხდა გარკვეულწილად ირანის საერთაშორისო დონეზე დემონიზება, რომ ეს რაღაცა ბრუტალურად უსწორდება პროტესტებს. ესეც იყო შემზადება საერთაშორისო საზოგადოების იმისთვის, რომ ეს ომი მოდიოდა და ამ ომის წინააღმდეგ
დღემდე გაჩენილიყო პროტესტები დასავლურ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ყოველთვის ამერიკული ომების წინ იყო ხოლმე საკმაოდ დიდი პროტესტები როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და როგორც ესე ვთქვათ, იძახია დასავლურ სამყაროში. აქ შეიძლება მოვიაზროთ ავსტრალიას და ზელანდიას. ამიტომ აი ეს მოლაპარაკებების რაუნდები ეს რეალურად იყო, შეიძლება ითქვას, რომ ფიქცია, იმიტომ რომ რეალურად მათ შესათანხმებელი არაფერი აღარ ქონდათ, იმიტომ რომ თუ ნებელობა არსებობდა გარკვეული ბირთვული შეთანხმების დადების, ეს შეთანხმება უკვე დაიდებოდა აქამდე. უბრალოდ არ არსებობდა ნებელობა არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან, თუმცა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ესეთი რაღაც, რომ ირანი ბოლოს დათანხმდა ნულოვან ურანის გაუმდიდრებლობაზე, ანუ შემდგომი ასე ვთქვათ, აი ცენტრიფუგებს აღარ გააკეთებდა, უბრალოდ რაც ჰქონდა, იმას შეინახავდა და ამაზე უკვე გადაწყვეტილი იყო ხელმოწერა ორივე მხრიდან, როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, დონალდ ტრამპი გამოვიდა განცხადებით, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავდასხმა ირანზე. რაც შეეხება ხა ირანის შესაძლებლობებს ხა სამხედრო ექსპორტი არ ვარ, მაგრამ რაღაცა ზოგადი ცოდნით რაც შეიძლება ვთქვა, ეს არის რომ ირანის თავდაცვის ძალები არ გამოირჩეოდნენ, ასე ვთქვათ, თანამედროვე ავიაციით, მათ აქვთ ძველი საბჭოური ავიაცია, რომელიც დღეს თანამედროვე ავიამოიერიშებს ვერ უწევენ კონკურენციას. ნუ არ ქონდა ისეთი თანამედროვე თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, აქვს ბუნებრივად, თუმცა რაოდენობრივად არ არის ბევრი და ძირითადად ისინი მაინც კონცენტრირებული არიან თეირანის დაცვაზე, მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ისიც კარგად ვერ მუშაობს. ნუ არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ირანი არის უზარმაზარი ქვეყანა, ეს არის 1.600.000 კვადრატული კილომეტრი, ეს არის დაახლოებით 3-ჯერ დიდი ვიდრე უკრაინა, ანუ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ხო ზომები. ამიტომ მთლიანად ამ ტერიტორიის უზრუნველყოფა ამ თავდაცვითი სარაკეტო სისტემებით პრაქტიკულად შეუძლებელია და ნუ რაც იყო ასე ვთქვათ პლუს ასე ვთქვათ უპირატესობა ამ შემთხვევაში ირანული თავდაცვის ძალების ეს არის ეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, ზუსტად ეს არის დრონების პროგრამა და ეს არის საზღვაო დრონების პროგრამა. ნუ ესეც ვახსენოთ, რომ ფლოტიც არ არის ირანის პლუსი და რეალურად ჩვენ ხედავთ ირანის მხრიდან გამბიც ამ თვალსაზრისით, რომ ის წირავს საკუთარ ფლოტს ბოლო დღეებში, რასაც ხედავთ, პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ განადგურებულია წამყვანი ასე ვთქვათ სამხედრო საზღვაო ასე ვთქვათ ძალები ირანის. ამიტომ ის ფსონს ჩამოდის ამ ბალისტიკურ რაკეტებზე, რასაც თხოვდნენ შეერთებულ შტატები, მოითხოვდნენ შეერთებულ შტატები და ისრაელი, რომ მასზე უარი ეთქვა და ნუ ამაზე უარის თქმა პრაქტიკულად როგორც ვახსენეთ, ეს არის ირანს უნდა ეთქვა საკუთარ თავზე, ან საკუთარ უსაფრთხოებაზე უარი, რაც ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ კი ამას დათანხმდებოდა ირანი, რაღაც მომავალში ისრაელი და შეერთებულ შტატები მაინც გააკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ. ეხლა თვითონ კონფლიქტის პროცესს რო დავაკვირდეთ, მაინც ომი უნდა განსაზღვროს პოლიტიკური მიზნებით, რამდენად მიიღწევა ეს მიზანი, არ მიიღწევა და ასე შემდეგ. შეერთებულ შტატების მიზანი სასახად, რაც არ უნდა მათი ელაპარაკონ, აქ არის რეჟიმის ცვლილება, ხელისუფლების ცვლილება. გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი ნებისმიერი სახით დღეს არსებული ხელისუფლება შენარჩუნდება ირანში, ის გააგრძელებს ისევ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ის პრაქტიკულად გარდაულად შექმნის ბირთვულ იარაღს. იმიტომ რომ ირანის მომავალ ხელისუფლებებში ყოველთვის იქნება, ასე ვთქვათ, ის დამაჯერებელი არგუმენტი, რომ რაღაც მომავალში ისრაელი და შეერთებული შტატები იმავეს გაიმეორებენ, რასაც დღეს აკეთებენ, იმიტომ რომ ირანი არის გეოსტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევრაზიის მატერიაზე, იმიტომ რომ ის აკავშირებს ევროპას აზიასთან, ჩრდილოეთ სამხრეთის წყლებთან. ის არის უზარმაზარი რესურსების მქონე ქვეყანა, მისი გაზის მარაგები არის მეორე მსოფლიოში და ნავთობის მარაგებით ხუთეულში შედის და ის აკონტროლებს სპარსეთის ყურეს, ყველაზე ასე ვთქვათ, გეოსტრატეგიულ ადგილს მსოფლიოში. ამიტომ ირანთან სამომავლო დაპირისპირებაც იქნება გარდაუვალი. ამიტომ თუ შენარჩუნდა ეს ხელისუფლება და თუ მაგალითად დადასტურებული არ არის, რომ ის აიათოლა დაირჩიეს მოჯტაბა ხამენეი, თუმცა თუ მას აირჩევენ, ეს არის გარკვეულწილად hardlinerებს, ანუ ხისტი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, ეს შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც მომავალში ბირთვული ირანი არის გარდაუვალი. ამიტომ შეერთებული შტატები დგას დღეს რეალურად დილემის წინაშე. მან უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა, ანუ ირანის დღევანდელი ხელისუფლება, ან მან უნდა დათმოს თლიანად ახლო აღმოსავლეთ. განვაგრძელოთ მაშინ ის თემა, თქვენ საუბრობთ სწორედ ხელისუფლების ცვლილების მიზანზე, ანუ არის თუ არა ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი და შეიძლება თუ არა აი სამხედრო გზა საკმარისი იყოს პოლიტიკური ცვლილებებისთვის და მართლობის სისტემის შესაცვლელად ირანში. დიახ, ესე იგი ის რომ ხელისუფლების შეცვლა
არის ამერიკის და ისრაელის მიზანი, ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადასტურებულია იმით, თუ როგორ დაიწყო ეს ომი. ხო? სხვა მიზნები რომ ყოფილიყო უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენ ვერ მოვისმენდით იმ განცხადებას, რომ მივიღეთ ინფორმაცია, სად იმყოფებოდა ხამენეი და დავარტყით. და ეს იყო 10 თვლის წერტილი. ახლა რაც შეეხება რეჟიმის ცვლილებას, ანუ სულიერი ლიდერის და ქვეყნის ხელმძღვანელის განადგურება არ ნიშნავს რეჟიმის შეცვლას, ხო? შესაძლებელი არის თუ არა, აი ამ მეთოდებით, ახლა რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ანუ ავიაციის, რაკეტების და ბომბების მეშვეობით, სადმე შეცვლილა თუ არა ხელისუფლება. არის ასეთი მაგალითები, იუგოსლავია ბომბეს 2 თვე და ბოლო სახელმწიფო დაეცა. ანუ ხელისუფლება კი არ დაეცა, სახელმწიფო დაეცა. განადგურდა სახელმწიფო ეკონომიკურად უზარმაზარი რესურსები იყო იუგოსლავიის ირგვლივ თამოყრილი, დაახლოებით 1200 თვითმფრინავი და ჯარი და ასე შემდეგ, მაგრამ ჯარი არ შეუყვანიათ, 2 თვეზე მეტხანს გრძელდებოდა იუგოსლავიის დაბომბვა, ციფრები რომ ნახოთ, კოლოსალური 30-40000 გაფრენა განხორციელდა იუგოსლავიის წინააღმდეგ. აქ ინტენსივობა არის ძალიან მაღალი, წინა 12-დღიან ომთან შედარებით, დაახლოებით 3-ჯერ არის ინტენსივობა გაზრდილი, იმიტომ რომ რა რაოდენობა ფრენებით განახორციელა ისრაელმა 12-დღიან ომში, მარტო ისრაელმა განახორციელა 3-4 დღეში ზუსტად გუშინდელი ციფრია, მგონი დღევანდელი არ არის დაზუსტებული, ამას ემატება ამერიკის ავიაციის ფრენები. ახლა წარმოიდგინეთ, სად იუგოსლავია, რომელიც ალყაში იყო და სად ირანი. ხო? რა რესურსებია საჭირო, აი ზომები ახსენა შოთამ, უზარმაზარი ქვეყანა 90 მილიონზე მეტი, 4 წელია რუსეთი ბომბავს უკრაინას. აი 3-ჯერ ნაკლები ტერიტორიით და მოსახლეობით ალბათ დღეს ასევე ალბათ 3-ჯერ ნაკლები. 4 წელია ბომბავს, განსაკუთრებით ინტენსიურად ბომბავს ბოლო 1 წელია. ყოველ დღე უშვებს 100-ზე მეტ დრონს და 4-5 დღეში კომბინირებული სარაკეტო და დრონული შეტევა ხორციელდება, პლუს артиლერია და ასე შემდეგ ყოველ დღე. ანუ იუგოსლავიის ვარიანტი შეიძლება თუ არა განხორციელდეს ირანში, ანუ იმ დონეზე დასუსტეს სახელმწიფო, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს პროცესების მართვა და დასუსტეს ეკონომიკურად და ამით ჩამოიშალოს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია ამ გზით. ამიტომ იწყება ახლა საუბარი უკვე რამდენიმე დღეა, კითხვებიც ისმება დონალდ ტრამპის მიმართ და პლუს სხვადასხვა წრეებში საუბრობენ შესაძლო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით. ახლა რას ნიშნავს სახმელეთო ოპერაცია? ესეთი დიდი ქვეყნის წინააღმდეგ 90 მილიონია ჯარი ყავს ოფიციალურად, რაც იყო 600,000-ზე მეტი, ეს რაც ღია წყაროებშია და რეალურად ალბათ იქნება მეტი, მობილიზაციო რესურსი ექნება უზარმაზარი, ალბათ 1-2 მილიონი, რომელიც შეიძლება დააყენოს უცებ იარაღის ქვეშ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა ძალებია ამისთვის საჭირო? მინიმუმს ლაპარაკობ, მე ერაყში თუ სწორად მახსოვს 800,000-ზე მეტ კონტინგენტს მოუყარეს თავი, 2 თვეზე მეტი აგროვებდნენ დაჯგუფებას და ომისთვის ემზადებოდნენ გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში. ხო? ესე იგი, მოკლევადებში ხელისუფლების შეცვლა აი ამ გზით არის შეუძლებელი. რა რესურსები? სამხედრო იგულისხმება საჰაერო და სარაკეტო ოპერაციით, თორე სამხედრო გზაც არის სახმელეთო ოპერაცია. ახლა სახმელეთო ოპერაციაზე სხვა ვარიანტებზე საუბრობენ, რაღაც ქურთების თემა წამოიწია, რომ შიდა მებრძოლი ხალხია, ხო, ახლა აი შიდაზე მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რამდენად საფრთხეა ჩვენთან მუდმივად მუსირებდა თემა, რომ აი ომი თუ დაიწყო, ტოლვილები წაგვლეკავენ. ტოლვილები რა თქმა უნდა გამოწვევა არის ნებისმიერი ომის დროს, უბრალოდ აქ გასათვლელია რა რეგიონშია მეტწილად გართულებები და საიდან შეიძლება წამოვიდეს ტოლვილები და საწავლენ ეს ტოლვილები. ახლა თუ ირანის სამხრეთშია
საბრძოლო მოქმედებები მეტწილად რატომ წამოვლენ ისინი მთელი ირანი აქვთ გასავლელი ჩრდილოეთით სხვაგან წავლენ რაღაც ნაკადი შეიძლება წამოვიდეს და ეს მოვლადია მაგრამ გაცილებით რთულია ისა დიდი საფრთხის შემცველია მთელი რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის მინდა გითხრათ მაგრამ ჩვენ რეგიონი გვაწუხებს ძალიან ახლოს არის ჩვენთან აი გვაკავშირებს პატარა სომხეთი და იქით შეიძლება აი საფრთხე არის ირანის შესაძლო რღვევა ანუ თუ წავიდა ასეთი სცენარები რომ იქ რაღაც სპეცრაზმები შეუშვეს ქურთები სხვა დაჯგუფებები ხო აქ შეიძლება წავიდეს პლუს ამ სხვა არ შეწყდება საჰაერო ოპერაციები ხო ირანის წინააღმდეგ იქ ინფრასტრუქტურის მართვის პუნქტები და ასე შემდეგ ანუ ეკონომიკის განადგურება და სხვა ახლა მიზნებში ჯერ არის სახელმწიფო მნიშვნელობის მართვის ორგანოები საჰაერო თავდაცვის პუნქტები და ასე შემდეგ გადავლენ ეკონომიკაზე მიზნები იქნება ათასობით ახლა ხომ საუბრობენ 500 მიზანი 5000 მიზანი იქნება და 10000 მიზანი იქნება სიაში დარწმუნებული ვარ თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდა მაგრამ თუ წავიდა იმ სცენარით რომ შიდა არეულობა მოხდეს და ფაქტობრივად ამ სამოქალაქო ომსაც არ დავარქმევდი მაგრამ აი შიდა ომი იქ რა ფორმას მიიღებს მაგას მე შეაფასებენ ისტორიკოსები და რავი ჩვენაირი ექსპერტები აი თუ შიდა არეულობა წავიდა და მოხდა მე ასე უწოდებს ირეიზაცია ირანის ხო ჩვენ სირიაში ხო ხედავთ რა ხდება ფაქტობრივად სახელმწიფოში არის რამდენიმე არმიის კონტინგენტია და ნუ დაშლილია სახელმწიფო მიუხედავად იმისა რომ ახლანდელმა ლიდერმა თითქოს რაღაც კონსოლიდაცია მოახდინა მაგრამ იქ არის ისრაელი იქ არის ამერიკა რუსეთი და ასე შემდეგ და ის კონტინგენტი რაც ჩამოთვალა აი თუ ეს პროცესი წავიდა და ფიქრობ რომ წახალისება მიდის ამისით ეს არის ძალიან საშიში ამას არავინ არ გვეტყვის შედეგი შეიძლება მოხდეს რეალურად ამას რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ თუ ეს ომი გაგრძელდა თვეების განმავლობაში მე რატო ვთქვი ახლა იქ ერაყის მაგალითი რატო მოვიყვანე ამერიკა თუ გადაწყვეტს ჯარის შეყვანას ის არ შეიყვანს იქ 50000-ს 40000-იანი ჯარი არის რეგიონში მაგრამ იქ ლოგისტიკიდან დაწყებული და კავშირგაბმულობის სპეციალისტები და რა ვიცი ყველა მთლიანობაშია 40000 უშუალოდ სახმელეთო კომპონენტი იქნება ძალიან ცოტა და იმისათვის რომ ამოდენ არმიას იქ არათუ გაუმკლავდეს იქ უპირატესობა უნდა კონდეს და ძალიან სერიოზული ოპერაცია დასაგეგმი და ჩასატარებელი ლოგისტიკა იქნება ამ ოპერაციის ძალიან ხანგრძლივი ამიტომ შესაძლოა წავიდნენ ამ გზით რომ გაგრძელდეს საჰაერო ოპერაცია და პარალელურად მოხდეს აი ამ ჯგუფების წახალისება რომლებიც დაუპირისპირდებიან სახელისუფლებო ფორმირებებს და შემდგომში უკვე თუ მოხდა ირანის შესაძლებლობების დასუსტება აი რაზეც ახლა საუბრობენ ხო ხამენეიმ ხელი მოაწერა რაღაც კვირეების წინ განკარგულებას რომლის მიხედვითაც აი წინა ომის გამოცდილებიდან გამომდინარე როცა პირველივე დღეს ახლაც იგივე განმეორდა მაგრამ მაშინ ფაქტობრივად პარალიზება მოხდა მართლობის და საპასუხო შეტევა ირანმა განახორციელა ძალიან დიდი ხნის შემდეგ სადღაც მეორე დღეს ამ შემთხვევაში უკვე თუ არ ვწდები 1 საათში თუ 2 საათში უკვე სარაკეტო დარტყმა განახორციელა და ირანს დაგეგმილი აქვს რომ თუ მოხდა ცენტრალიზებული მართვის დარღვევა სახელმწიფოში ლოკალურად იმოქმედებენ და რას ნიშნავს ლოკალურად რომელიღაცა რეგიონი მაგალითად ან იქ ოლქების სისტემა რომელიღაცა ოლქი დამოუკიდებლად იომებს 1 კვირა 2 კვირა 1 თვე იქ გადავა უკვე ქაოტურ საბრძოლო მოქმედებებში, რასაც შესაძლოა ვიმეორებ მოყვეს უკვე პოლიტიკური დაპირისპირებები, რღვევა იგივე შეიძლება მოხდეს გუშაკთა корпуსში, ჯარსა და გუშაკთა корпуსში დაპირისპირება, იმიტომ რომ ვიღაც შეიძლება წავიდეს მოლაპარაკებებზე, დაუშვათ ამერიკასთან და ისრაელთან დათმობაზე და ვიღაც შეიძლება არ წავიდეს. აი აქ წავა უკვე შიგნით, ეს არის ძალიან საშიში რეგიონისთვის და ჩვენთვის. დიახ, და ბატონო შოთა, ამ თემის გაგრძელება თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში მზარდი არის უკმაყოფილება და პროტესტი, თქვათ მოსახლეობაში მართლობის სისტემის მიმართ, ნახეთ არაერთი გამოსვლა ნოემბერ-დეკემბერში
სექტემბერ-იანვარში იყო საკმაოდ მასშტაბური დემონსტრაციები, რომელმაც ირანის არაერთი ქალაქი მოიცვა და სასტიკად დაარბიეს საპროტესტო აქციები, ანუ სოციალურ მაშინ დაიწყო ფასების ზრდის და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. ანუ რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვა საპროტესტო ახალი საპროტესტო ტალღა აგორდეს აი ამ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, რაც შესაძლოა პირიქით კიდევ უფრო დააჩქაროს პოლიტიკური ცვლილებები. აი ამ სცენარს რამდენად უშვებთ? ჩვენ ზოგადად უნდა გავყოთ ხოლმე ეს პროტესტის შინაარსი, არის ხოლმე ირანში პროტესტი, რომელიც არ არის ანტისისტემური პროტესტი, უბრალოდ რაღაცა კონკრეტული სოციალური პრობლემის შესახებ გამოდის მოსახლეობის ნაწილი და აპროტესტებს იმას რაღაც. არის ძალიან მცირე ნაწილი ირანში, რომელიც არის ანტისისტემური, რომელსაც აღარ სურს ეს თეოკრატიული სისტემა, თუმცა ეს არის საკმაოდ მცირე ნაწილი საზოგადოების. შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაინც არის ლეგიტიმური ირანში, რასაც აჩვენებს ბოლო დღეების კადრები, როდესაც პრაქტიკულად ყველა ქალაქი არის მოსახლეობით სავსე და მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას აი ამ კონფლიქტში და ისტორიული გამოცდილება ირანის მაგალითად 1980 წელს დაწყებული კონფლიქტი ერახთან ეს გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ ასეთ მომენტებში ირანული საზოგადოება არის ხოლმე კონსოლიდირებული. მაშინ ირანული საზოგადოება გაცილებით დანაწევრებული იყო, მაშინ იყო მემარცხენე რაღაც სტუდენტების ნაწილი, იყო ეს კონსერვატიული თეოკრატიის მომხრეები, იყო რესპუბლიკის მომხრეები და მათ შორის იყო შეიძლება ვთქვათ, რომ ესე ვთქვათ, ჩუმი სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ ერაყის ომმა ეს სამი ჯგუფი მაშინ გააერთიანა და მოხდა ქვეყნის კონსოლიდირება, რამაც გადაწყვიტა კიდევაც ის, რომ ეხლა ვერ ვიტყვით, რომ მაშინ ირანმა წარმატებას მიაღწია ამ კონფლიქტში, თუმცა არ დამარცხდა და შენარჩუნდა სახელმწიფოებრიობა და შენარჩუნდა მაშინდელი ხელისუფლება. აქ საფრთხე არის ისევ აი სეპარატისტული დაჯგუფებები, რაც ახსენა ბატონმა ამირანმა და ამისკენ უკვე შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები. ისინი ასე ვთქვათ, პირდაპირ კომუნიკაციაში იმყოფებიან ერაყის ქურთისტანის ლიდერებთან, მასუდ ბარზანის ოჯახთან და ისინი პირდებიან, რომ თუ კი მოხდება გარკვეულწილად თავდასხმა ირანზე ქურთების მხრიდან, ისინი პირდებიან ქურთებს რაღაც ქურთულ სახელმწიფოს ირანში და ასევე აქეთკენ პროცესი რომ მიდის მიანიშნებს იმას, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ინტენსიურად ბომბავს ერაყისა და ირანის საზღვარს, ქურთისტანისა და ირანის საზღვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, რომ იგულად მოხდეს ტრანზიტი, ასე ვთქვათ, აი დაჯგუფებების ირანულ ტერიტორიაზე. თუმცა, როგორც აღხსენეთ, ესე იგი, ირანული არმია არის საკმაოდ მოცულობითი. არმიას ემატება ცალკე რევოლუციურ გუშაქთა კორპუსი, რომელიც პრაქტიკულად იმავე ზომისაა, რაც ირანული არმია და ამას პლუს ემატება ბასიჩთა დაჯგუფება, ეს არის მოხალისეობრივი დაჯგუფება ადამიანების, რომლებიც ხარს უჭერენ თეოკრატიულ ისლამურ რევოლუციას. ამიტომ, ესე თქვათ, თუნდაც 15,000-იანი ადამიანის რაღაცა გადასროლა, რაც ამ შემთხვევაში ესეც რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ამ მოცულობით საზღვარზე, ამ მოდენობის ადამიანები ვერ შექმნიან იმ წინააღმდეგობას, რომელიც არ აღმოჩნდება დაძლევადი აი ამ ირანული შიდა ვთქვათ სამხედრო სტრუქტურებისთვის და ვიტყოდი იმასაც, რომ დღევანდელმა ირანმა გარკვეულწილად გამოიტანა გაკვეთილები როგორც უკრაინის კონფლიქტიდან, ასევე 12 დღიანი კონფლიქტიდან გასული წლის და რაც გულისხმობ ამაში პრაქტიკულად აღარ არის ცენტრალიზებული სამხედრო მმართველობა, მოხდა მისი უფლებების დელეგირება აი ამ რეგიონულ მმართველობებზე და რეალურად დღეს არის ირანი მოზაიკურ თავდაცვაზე გადასული. ამიტომ რთულია ასეთ დროს, რომ მაგალითად კი შეიძლება რაღაცა თეირანში თავარი ცენტრი გაანადგუროთ, თუმცა დანარჩენი ასე ვთქვათ რეგიონული სამხედრო დანაყოფები ავტონომიურად განაგრძობენ წინააღმდეგობას. რაც საპირისპიროდ არ აქვს შეერთებულ შტატებს და ისრაელს, ხო? შეერთებულ შტატებს მაინც აქვს კონცენტრირებული სამხედრო ბაზები, ფლოტი ამ რეგიონში და რაც იყო აი ბოლო დღეების მოვლენება ამჩვენა, რომ გარკვეულწილად ტკივნეული იყო შეერთებულ შტატებისთვის, როდესაც მას პირველად პრაქტიკულად ისტორიაში 5 ბაზაზე, ამერიკულ ბაზაზე ერთად მიიტანეს იერეში და განადგურდა რაღაცა უზარმაზარი რაოდენობის ინფრასტრუქტურა. შეიძლება ბევრი შეერთებულ შტატებში ამას ადარებს პერლ-ჰარბორის მერე ყველაზე დიდ კატასტროფას შეერთებულ შტატებისთვის, იმიტომ რომ მსგავსი მოვლენა პრაქტიკულად არ მომხდარა და ირანი დღეს იმყოფება, როგორც ბატონმა ამირანმა ახსენა, დაახლოებით რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან ომში, 14-15 ქვეყანასთან, რაც ხო, ნუ ცოტა აი როგორ გითხრათ, ესეთი ფსონების ჩამოსვლა ძალიან რთულია, საერთკენ წავა კონფლიქტი. თუმცა, ნუ როგორც ვახსენე, ამ ომის რაღაც სტატუს, ანუ როგორ გითხრათ, გადაუწყვეტელი სტატუს-კვოთი გაჩერება
მიუღებელია როგორც ერთი მხარისთვის, ასევე მეორე მხარისთვის. ეს მოცემულობა ხდის ამ კონფლიქტს კრიტიკულს და შეიძლება ის გადაიზარდოს შეიძლება ბირთვულ კონფლიქტშიც კი, რაც არის საკმაოდ გლობალური საზოგადოებისთვის გამოწვევა. ქალბატონ ლიანასთან მექნება, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 5 დღეში უკვე როგორ აისახა სამხედრო ოპერაციის შედეგები გლობალურ ეკონომიკაზე და როგორ გამოიხატება ეს ნეგატიური ეფექტები კონკრეტულად რაში? ჯერჯერობით არის მოლოდინები იმის, რომ ნავთობის ბაზარზე იქნება დეფიციტი, გაზის ბაზარზე უკვე არის შექმნილი დეფიციტი, გაზის ფასი უკვე გაიზარდა, გაზ განსხვავებით ნავთობისგან რეზერვები შექმნილი, რომ შენ გქონდეს ყველას არ აქვს, იმიტომ რომ გაზსაცავ სპეციალური მოწყობა ჭირდება და ყველას არ აქვს იმხელა გაზსაცავები და მით უმეტეს ევროპაში ვინაიდან ზამთრის ბოლოა გაზსაცავები რაც იყო, ისინი არის უკვე დაცარიელებული, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში დაბალი ტემპერატურების დროს გაზი გამოიყენეს და ახლა გაზაფხულზე უნდა დაიწყოს გაზსაცავების შევსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ფასის პირობებში გაზსაცავების შევსება დაჯდება კატასტროფულად ძვირი. ამიტომ როგორც მსოფლიოსთვის, ისე ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის, ევროკავშირისთვის, ამ მსხვილი მომხმარებლებისთვის ორმუზის სრუტის ჩაკეტვა არის კრიტიკული, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ამერიკას არანაირად არ შეეხება, ეს ისრაელს არ ეხება არანაირად, მათი ინტერესი და დარდი იმაზე ჩინეთი უზრუნველყოფილი იქნება, ინდოეთი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია. ზრდის თუ არა რუსეთის ამ შემთხვევაში შესაძლებლობებს, შემოსავლების მიღების კუთხით, იმიტომ რომ ის ქვეყნები, რომელიც დამოკიდებულები ეყურის ქვეყნების ენერგორესურსებზე ყველა პროცესს აქვს გვერდითი ეფექტი. ვინ მოელოდა რომ ეს იქნებოდა გრძელვადიანი ომი. ახლა ჩანს ასე, თორემ თავიდან რომ დაიწყეს, მასეთი მოლოდინი არ იყო. ახლა შეიძლება ევროკავშირი მიუბრუნდეს რუსულ ნავთობს და შეიძლება ისევ მიუბრუნდეს იმ გაზსადენს, რომელიც ერთი ზოლიღა არის დარჩენილი. იმიტომ რომ თუ გაგრძელდა კონფლიქტი და თუ გაზი ვერ მიიღეს, მათ მეტი გამოსავალი არ ექნებათ. ერთი ნაწილი ალბათ ხევადი გაზი ძვირი უნდა წამოვიდეს ისევ ამერიკიდან, მეორე ნაწილი უნდა წამოვიდეს ისევ რუსეთისგან. ეს არის ასეთი პროცესების თანმიმდევრი. იყო ტრამპის განცხადება, რომ თქვა საჭიროების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში დაიწყებენ ტანკერების ესკორტს, ეს რამდენად რეალისტურია. ჰორმუზის წყურას ვერ დაიცავს რაკეტებს ეს რუსეთი. ერთი რამე არის, შეიძლება თუ დრო გვაქვს, მე ვისაუბრებ ასე. უნდა გავიხსენოთ ირან-ერაყის ომი და უნდა გავიხსენოთ კუვეიტის ომი, თუ გახსოვთ 91 წლის ამბები. მაშინ ამერიკული ბაზების გამოჩენა რეგიონში, მანამდე ამერიკული ბაზები არ იყო. ამერიკული ბაზების გამოჩენა რეგიონში განაპირობა იმან, რომ ერაყმა დაიწყო ირანის ხუზესტანის რეგიონში ნავთობის წარმოების დაბომბვა, არ გაჩერდა გადამამუშავებელი აბადანის დაბომბვა, სამაგეროდ მერე ირანმა ტანკერები დაუბომბა იმის საპასუხოდ. ამას მოყვა ესკორტირება. ახლა შესაძლებელია ეს თუ არა, როდესაც ბაზები დაბომბილია, როდესაც საერთაშორისო არენაზე არიან გამოჩენილი ძალიან დიდი მოთამაშეები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ეს კონფლიქტი არ გადაიზარდოს ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ ომში, რომელიც შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მივიდეს, თუ მასში თქვა ტაქტიკური ბირთვული იარაღი იქნა გამოყენებული გამოუვალი სიტუაციებიდან გამომდინარე. ამიტომ ძალიან დიდი მოთამაშეები არიან ამაში ჩართული. საუდის არაბ არც ერთ ქვეყანას გალფის ქვეყნებს არც ერთს არ აწყობს ორმუზის სრუტის დაკეთვა. არც ირანს არ აწყობს, განა ირანს აწყობს ეს, მაგრამ იძულებულია, იმიტომ რომ კუთხეში არის მიყენებული. ირანის ტრაგედია არის მისი სიმდიდრე და მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა. ეს არის მისი ხალხის ტრაგედია, რაც გრძელდება მას შემდეგ, რაც ნავთობი აღმოაჩინეს 1908 წელს.
ირანში. ქალნოლიანა, რა გაგრძელება შეება მოხდეს ამ ენერგორესურსების ფასების ზრდას, თქვა ეს მიწოდების საჭის კუთხით გლობალურ ბაზრებზე, სხვა პროდუქტების გაძვირება, მოკლებადიან პერსპექტივაში მიებმები ევროკავშირი მიებმება ისევ რუსეთს, თუ ვერ მიიღო აქედან ნავთობს ნაკლებად იღებს, ნავთობი შეიძლება ვენესუელას ხომ აკონტროლებს ახლა ამერიკის შეერთებულ თან ნავთობის ექსპორტიორიც არის, მაგრამ ვენესუელა იმდენ ხანს იყო სანქციების ქვეშ, რომ მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ის უცებ 2-3 თვეში ვერ გახდება. იმიტომ რომ ნავთობის წარმოების გაზრდაში საჭირო არის ტექნოლოგიური გადაიარაღება წარმოებისთვის, რიფაინერების გაკეთება, მისადენების აღდგენა. ეს ვერ გაკეთდება 1 თვეში და 2 თვეში. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ამიტომ ევროკავშირი დარჩება დამოკიდებული ერთის მხრივ ამერიკის არატრადიციულ ნავთობზე და გაზზე, მეორე მხრივ რუსეთის ასევე ნავთობზე და გაზზე. შეიძლება ეს სანქციური თემებიც თუ ეს ომი გაგრძელდა, შეიძლება სანქციების თემებიც გადაიხედოს. ეს არის თამდები პროცესი იმის, რაც ახლა მიმდინარეობს. თუ არა და თუ მეორე გამოსავალი ის არის, რომ ევროკავშირი დაკარგავს იმ ინდუსტრიას, რაც აქვს ახლა, იმიტომ რომ გაუჭირდება ინდუსტრიის შენარჩუნება ენერგეტიკული რესურსების სტაბილური მიწოდების გარეშე. რაც შეეხება ჩინეთს და ინდოეთს, ინდოეთი არის უმსხვილესი მიმღები სპარსეთის ყურიდან, ყველაზე ჩინეთზე მეტს იღებს ინდოეთი. თანაბრად იღებენ სადღაც მოხმარების. ინდოეთის ხმა საერთოდ არის მის ჯერ. ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, მე არ ვიცი შეიძლება გამომრჩა, მაგრამ არ მომისმენია მოსისგან არაფერი. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა მსოფლიო ეკონომიკაზე. ამას შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის და გაზის ბაზარი უფრო რეგიონული იყო, მაგრამ ამას შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის საერთაშორისო ბაზრის ფრაგმენტაცია. აი რეგიონულ ბაზრამდე ფრაგმენტაცია. თქვათ იყოს ერთი ბაზარი, რომელიც არის ევროკავშირში და ამერიკაში, მეორე ბაზარი იყოს. რამდენიმე ბაზარი შეიძლება შეიქმნას და კიდევ რა არის იცი ამ პროცესების ძალიან ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული თანმდევი გაუთვალისწინებელი შედეგი. ნავთობის და გაზის წარმოება და მისი ექსპორტი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. და აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი. შეგეძლო ჩაგეხედა მე BIP-ის სტატისტიკულ წლიურ რევიუში ჩავიხედავდი, წავიკითხავდი რამდენია, როგორ ახლა ყველაფერი არის ჩაშლილი, ყველაფერი არის ვერ გაიგებ ვინ მის რამდენს აწოდის, იმდენი შუარგოლები არის გაჩენილი აი ამ სანქციების გამო. აი დღეს ახლა რომ წარმოვიდგინოთ, ვერ გავიგებთ ევროკავშირში რუსული ნავთობის წილი რამდენია. შედის ვიცით, მაგრამ რამდენია არ ვიცით. იმიტომ რომ შუალედური გოლები არის ჩართული და იმას მერე რუსულის გარდა სხვა სახელი ქვია. ასევე არის გაზის სფეროში. ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ენერგეტიკული სექტორისთვის და საერთაშორისო ეკონომიკური პროცესებისთვის, იმიტომ რომ ეს არ არის გამჭვირვალე, ეს არ არის ანგარიშვალდებული და არ არის გათვლადი. დროში გათვლადი, ვინ რა შეიძლება, ვის რაზე შეიძლება ჰქონდეს მოხმარების თვალსაზრისით გათვლა. აუცილებლად დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ დრო გვეწურება. თქვენთან მექნება ბატონო და ასევე ბატონ შოთასთან ეს შეკითხვა ევროპის ქვეყნებში თქვათ გარკვეული გაყოფილი პოზიციები. დღეს მოვისმენთ იგივე ესპანეთის განცხადება, იქ იყო დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც თავდაპირველი პოზიცია, რომელმაც გააღიზიანა დონალდ ტრამპი და თქვა რომ ეს ურთიერთობები ამერიკას და გაერთიანებულ სამეფოს შორის აღარ არის ისეთი როგორიც მანამდე იყო. ესპანეთმა თქვა რომ კი ის წინააღმდეგი არის თქვათ იმ კონკრეტული რეჟიმის ირანის, მაგრამ სამხედრო გზით ამ პრობლემის გადაწყვეტის წინააღმდეგია და ფიქრობს რომ ესკალაცია არ არის გამოსავალი. თავის რო ჩვენ ნახეთ თქვათ საფრანგეთის, გერმანიის გასხვავებული პოზიციები. აი რამ გამოიწვია ამ პოზიციების გაყოფა და როგორი იქნება ევროპის ქვეყნების პოზიციონირება ამ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, იმიტომ რომ ცალკეული ქვეყნები ღიად ამბობენ რომ მიიღებენ თავდაცვით ზომებს საკუთარი ქვეყნის და მოკავშირეების გასაძლიერებლად რეგიონში, ცალკეული ქვეყნები პირიქით ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპიდან ახსენებენ საერთაშორისო წესრიგის და საერთაშორისო ჩართულობის წესებს. აი შესაბამისად აი ეს
ფაქტორი როგორ აისახება მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე და ამერიკისთვის როგორი იქნება აი ეს ფაქტორი? ძალიან მოკლედ წინა თემას დავამატე პატარა ციფრებს. და რაც შეეხება რუსეთზე გადართვას, ამ მგონია ეს მოკლე კი არა საშუალო პერსპექტივაშიც ამ ეტაპზე პოლიტიკურად არის წარმოუდგენელი უბრალოდ. და ახლა რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს ომი, ერთი თვე იქნება, ორი თვე, სამი თვე, შეიძლება რაღაც ფარული გზებით დაიწყო ნავთობის მიღება, მოუმატონ მიღებას, მაგრამ რაც შეეხება ამ სანქციებს, ძალიან რთული გადასახედია ეს და თვეების განმავლობაში ამის შეცვლა ფიზიკურად არის შეუძლებელი. შეიძლება ჩაიფიქრონ პერსპექტივაში, თავის სტრატეგიაში, რომ რაღაც შეცდომები ენერგოუსაფრთხოების კუთხით დაშვებული იქნა და კიდე პატარა ციფრები, წეგან რასაც ბრძანებდით ჰორმუზის სრუტის დამოკიდებულებაზე, კი ვსაუბრობთ, თქვენ ბრძანდით, რომ მეხუთედი არის და ეს ცნობილი ციფრია სოფლიო მოხმარების. არა მარტო ნავთობის, არამედ ტვირთების უზარმაზარი რაოდენობა, სხვა ტვირთების, გაზი იქნება ეს თუ მადნეული თუ სხვა და ნავთობს რაც შეეხება წეგან რაც ბრძანეთ ქალბატონლიანა, ესე იგი ჩინეთის და ინდოეთის მოხმარების დაახლოებით 50% აქედან მიდის. ძალიან დიდი დამოკიდებულება აქვს სამხრეთ კორეას და იაპონიას დაახლოებით 60-დან 70%-მდე, ევროკავშირის მეხუთედი დაახლოებით მიდის ჰორმუზის სრუტიდან. ნუ ყველაზე ნაკლები ამერიკას და სხვებს. და ენერგოუსაფრთხოების დასაცავად ახლა რა ზომები უნდა მიმართონ მაშინ აი ამ ეტაპზე ახლა ომი მიდის და ნუ არის მოთხოვნა, ესე იგი საწვავი ჭირდება, გაზი იქნება ეს თუ ნავთობი ჭირდება ევროკავშირს და უნდა მოიძიონ სხვა რესურსებიდან, ხო? ანუ სხვა არ არსებობს. ანუ არსებობს რაღაც რესურსები მიწოდების და არსებობს მოთხოვნა, ანუ ბაზარი დაბალანსებულია და ამ ბაზრის დიდი ნაწილი არის შეფერხებული. ამ თემაზე არ კითხვას დაუბრუნდები, თორე წელი თემაა და ვერ ჩავეტევი მე პირადად. უბრალოდ ჰორმუზის სრუტეზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული აი ამ საკითხების განვითარება და მათ შორის რეგიონის ქვეყნების მონაწილეობა, იმიტომ რომ აი ამ ქვეყნებისთვის, საიდანაც ეს ნავთობი მიეწოდება უკვე სხვა ქვეყნებს, მათ ძალიან დიდი პრობლემები ექნებათ. პლუს სარაკეტო დარტყმები, ახლა დღეს საუბრობდნენ უკვე საუდის არაბეთის შესაძლო მონაწილეობაზე და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება ევროპის, ანუ ძირითადში ნატოს ქვეყნებზე და ევროკავშირის ქვეყნებზე საუბრობ, ეს დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება, ხომ? დაიწყო ჯერ ტრამპის არჩევამდე, წინასაარჩევნო პერიოდში. გვახსოვს ევრობიუროკრატიის ღია მხარდაჭერა ტრამპის კონკურენტის, რაც საერთოდ წესით არ უნდა მომხდარიყო. ასეთი ღია გამოხატვა პოზიციების. ხომ ეს თავი რომ დავანებოთ საარჩევნო პროცესში ჩარევა გარედან ასეთი მხარდაჭერის გამოცხადება, თუმცა ამას ტრამპიც არ ერიდება სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის სხვადასხვა ჩინოვნიკებს და მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების ცოტა წინ უნდა და შორს უნდა გაეხედათ და გაეთვალათ უნდა ის ვარიანტი, რომ აი ტრამპი რო აერჩიათ, მაშინ ამ სიტყვებს ეს სიტყვები სადმი გაქვს, რაც გაქვს უკვე გაკეთებული. შემდეგ მოყვა დაპირისპირება უკრაინის საკითხში. ჩვენ ნახეთ თავიდან, როცა ომი იწყებოდა, ამერიკა პირიქით ევროპის ქვეყნებს აქეთ ეკაჩებოდა, რომ გაეზარდა დახმარება, ტრამპის მოსვლის შემდეგ პირიქით შეტრიალდა და ევროპის ქვეყნებს ჩამოეკიდა მთლიანად მთელი უზრუნველყოფა. ეს ერთ-ერთი ფაქტორიც არის, სხვათა შორის, რატომ ვერ შეძლებს დიდი რესურსებით ევროპის ქვეყნები და ნატოს წევრი ქვეყნები ამერიკის დახმარებას ირანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ტექნიკის გამოყოფაზე არ არის საუბარი, მაგალითად ავიაცია გაგზავნო საომარი მოქმედებების საწარმოებლად. ამას ყოველდღიურად უზარმაზარი რესურსები ესაჭიროება, ფინანსურ რესურსებს გულისხმობდა. თუ შევხედავ ჩვენ რამდენად აწევს დღეს უკრაინის ანუ როცა ფაქტობრივად ეს სხვადასხვა ერთ-ერთი ინდიკატორი იყო იმისი, რომ ამერიკა რაღაცისთვის ემზადებოდა, როცა მთლიანად გაწია უკრაინის თემა და როცა რუსეთი გაიყვანა უსაფრთხოების კონცეფციაში და სხვა დოკუმენტებში, თავდაცვის დოქტრინებში გაიყვანა
თავარი საფრთხის ჩამონათვალიდან ერთგვარი რაღაც რუსეთის მოსადუნებლად და მოსათაფლად ხო არ იყო გაკეთებული, ხო? წარმოუდგენელია, როცა ამერიკა რუსეთს აღარ განიხილავს მთავარ მტრად და მხოლოდ ჩინეთი არის, ასე ვთქვათ, თავარი სამიზნე. აი ბევრი რამ იყო, რამაც შეიძლება ახლა დღეს უკვე მოგვწეს ანალიზის საშუალება, რომ ამერიკა რაღაცისთვის ემზადებოდა. ეს მიმდინარე დაწყებამდეა რთული, თორემ დაწყების შემდეგ ბევრი რამ ანალიზდება. ახლა რაც შეეხება ამ შიდა დაპირისპირებებს, იქ იყო სხვა ძიმე განცხადებების, მაგალითად ბრიტანეთმა თავიდან არ მისცა ბაზის გამოყენების უფლება დიოგო გარსიას. მოგვიანებით შეცვალა პოზიცია. მოგვიანებით შეცვალა, ახლა არ ვიცით იქ რა მოხდა მათ შორის და რამ გამოიწვია ეს ცვლილება, მაგრამ ნუ ცუდი სიგნალია, ჩვენ ტრადიციულად ვიცით, რომ დიდი ბრიტანეთი და ამერიკა არიან ყველაზე ისეთი მჭიდრო მოკავშირეები და მათ შორისაც კი რაღაცა სერიოზული ბზარი გახდა. ნუ ესპანეთის თემა ნატოს წევრი ქვეყანა, ევროკავშირის ქვეყანა და სხვა წარმოუდგენელი იყო, რომ აი ერთ-ერთი ევროპის ქვეყნის წამყვანი ქვეყნის ლიდერის თანდასწრებით პრეტენზიებს როცა აცხადებს და იქ სიჩუმე. რაიმე გავლენა შეიძლება მოახდინოს ასეთმა პოზიციონირებამ ამერიკის პრეზიდენტის გეგმებზე? დამოკიდებულებები ხლა რა არის, იცით, ერთია პიროვნული დამოკიდებულებები და ჩვენ ტრამპს ვატყობთ, რომ მასთან მიმართებით ეს საკმაოდ ისეთი ანუ ცნობიარი არის ის პიროვნულ დამოკიდებულებებზე. ანუ ერთია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები და სახელმწიფოების ინტერესები, მეორეა პიროვნული ურთიერთობები და ხშირად ეს პიროვნული ურთიერთობები აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და მთლიანად ბლოკის ევროკავშირი იქნება თუ ნატო იქნება ორივე გაერთიანების ორივე ბლოკის ინტერესებს აზიანებს. აი ესეთი მიდგომები, როცა პიროვნული ჭარბობს და წესით ეს ნიუანსები უნდა გაეთვალისწინებინათ, ხო? ხლა ესპანეთს რაც შეეხება, იქ მიდის საუბარი ბიუჯეტის გაზრდაზე და რო ჩავხედოთ ჩვენ ესპანეთის ბიუჯეტს თუ რაზე და როგორ იხარჯება, საკმაოდ რთულია ამ ხარჯების გაზრდა. ანუ ტრამპი ითხოვს ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობიდან იყო ეს მოთხოვნები, თავიდან 2% მოითხოვა, შემდეგ 5%-მდე გაიზარდა და ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ ხო ვიცით, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არის დოტაციური ევროკავშირის მხრიდან, ხო, გარკვეული დახმარებები გაიცემა, ანუ ეს ტვირთი აწევს ევროპის წამყვან ეკონომიკებს. ამას ემატება უკრაინის ომი და უზარმაზარი თანხები 200 მილიარდამდეა უკვე გამოყოფილი და ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის და როგორ განვითარდება, ნახოთ, ეს ძალიან ბევრი არის დამოკიდებული თვითონ აი ამ საბრძოლო მოქმედებების წარმატებით განხორციელებაზე, თუ რამდენად ჩაერთვება ევროპა და ვიხილავ ჩვენ ევროპის ქვეყნებს, ანუ თუ წავა კოალიციის ფორმირებისკენ, ეს დამოკიდებულია ომის მსვლელობაზე. ჩვენ არ ვიცით ახლა დღეს ირანი რისთვის არის მზად და რა ხანგრძლივობის ომისთვის არის მომზადებული. ეს დღეს ინფორმაცია არ მგონია სრულად კონდეს ამერიკას და ისრაელს. გაცილებით მეტი ინფორმაცია ექნება წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ. მოგვეწურა ბოლოს შეკითხვას დავსვამ ბატონო შოთა და ქალბატონიანა, თქვენ რომ მიპასუხოთ და ამით დავასრულებთ. ანუ ჩვენ მოვისმენთ საქართველოს მთავრობის განცხადება, ციტირებას მოვახდენ მე ამ განცხადების, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ აქ იყო სამძიმარი გამოცხადებული ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, უდანაშაულო ადამიანების და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა სამძიმარი მეგობრებო ებრაელ ხალხს და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო სრული სოლიდარობა ყურის არაბული ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. აი იმ უსაფრთხოების გაზრდილი გამოწვევების გათვალისწინებით და ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება შექმნილ ვითარებაში. ქალბატონიანა და შემდეგ ბატონო შოთა დავიწყოთ. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს დიპლომატიური
და ეს განცხადება როგორი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველა მხარეს იღუპებიან ადამიანები ამ ომის შედეგად. ეს მარტო ირანი არ არის და ეს არ არის მარტო საუდის არაბეთი. მსხვერპლი არის ყველგან და თუ ომი გაგრძელდა, კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება ყველგან. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს თანაგრძნობითი და დიპლომატიური. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვამბობთ, ვაჟებშაველა არის ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამოხატულება და როგორ შეიძლება ასეთი ომი მიდიოდეს რეგიონში და მას თანაგრძნობა და სამძიმარი არ გამოუცხადო. მე ეს არ მესმის საერთოდ. აი ეს არ ჯდება არც დიპლომატიაში, არც ქვეყნის რაიმე სტრატეგიაში ან დამოკიდებულებაში, როგორ შეიძლება ესეთი რამე ჯდებოდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანამგრძნობი, ძალიან დიპლომატიური ყველას მიმართ. ამ რეგიონში მიმდინარე პროცესის გამო, იმიტომ რომ ის პროცესები, რაც ახლა რეგიონში მიდის, ყველა რეგიონის ქვეყანა არის მსხვერპლი. ყველა რეგიონის ქვეყანა, ირანის გარდა, ირანი კი არა, საუდის არაბეთი, ყველა ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და ექსპორტიორი ქვეყანა არის მსხვერპლი იმის, რაც ახლა დღეს სპარსეთის ყურეში ხდება. ბატონო შოთა? ხო, ახლა აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანას ჩვენთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ მათთან ვაჭრობთ, როგორც არაბულ ქვეყნებთან, ისრაელთან, ასევე ირანთან, ერთ-ერთი ახლა წამყვანი სავაჭრო პარტნიორები არ არიან, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ სავაჭრო ბრუნვაში. შესაბამისად ეს განცხადება იყო რელევანტური, ადეკვატური. ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ასე ვთქვათ პრაგმატულიც, მაგრამ ჩვენთვის ახლა რისკები არის ის, მე გადაცემის დასაწყისში ვახსენე ის, რომ ირანი მოქმედებს სოფიანი ძაღლის პრინციპით, ის ყველაფერს და ყველას დაარტყავს, საიდანაც მას შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. დღეს ჩვენ ნახეთ კიდევაც, რომ თურქულმა თავდაცვითმა სარაკეტო სისტემებმა ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც გამიზნული იყო ან კვიპროსზე არსებული ბრიტანული სამხედრო ბაზებისთვის, ან საბერძნეთში არსებული ამერიკული გემებისთვის. ეს არის სიგნალი იმისა, რომ თუ მაგალითად შეერთებულ შტატებში გაჩნდა სურვილი ან რაღაცა აქეთკენ სწრაფვა, რომ მაგალითად საქართველოს იყოს გამოყენებული ტერიტორია თუნდაც დროებითი ბაზირებისთვის, ნებისმიერ შეერაღებისთვის, ეს იქნება ჩვენთვის გამოწვევა, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს აღმოჩნდეს სამიზნეში, იმიტომ რომ მის ისტორიულ მეზობლებს დაესხა თავს ირანი და ეხლა საქართველოს არ იქნება რაღაცა გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამიტომ შეიძლება ეს სურვილები გაჩნდეს ვაშინგტონში, ამიტომ ეს იქნება ჩვენთვის გამოწვევა. ჩვენი ასე ვთქვათ საგარეო საქმეთა სამინისტროს. ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა, დარჩა კიდევ ბევრი სასაუბრო თემა და კითხვები, თუმცა კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა დისკუსიის გაგრძელების. ლიანა ჯერვალიძე, შოთა თხელიძე, ამირან სალუქვაძე პასუხობდნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის შეკითხვებს, საუბრობდით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით ერთმანეთს ხვალ.